ჩემ ბავშვობიდან რაღაც ლექსის ერთი მონაკვეთი გამოხსენდა, რომელიც რაღაცნაირად გულში ჩამრჩა და აი ახლა ამომიტივტივდა, მე მგონი 15 წლის მერე. სადღაც ამოვიკითხე ეს სიტყვები და ეს სიტყვები არის ასეთი, რომ და დღე, რომელიც უშენოდ მოვა, იქნება მშვიდი მხოლოდ გარედან. და ნახოთ დღე, რომელიც მის ცხოვრებაში არის შენს გარეშე, როგორი არის უშენოდ. უშენობას როგორ აღიქვამს, როგორ გრძნობს თავს უშენოდ შენ ჩაფიქრებული ადამიანი. როგორც თევზი წყლის გარეშე, როგორც ადამიანის საკვების და წყლის გარეშე, როგორც სიტუაციები ბურუსით და ბურუსის გარეშე რომ ვერ არკვევენ რა უნდათ. როგორც ადამიანები უმიწაწყლოთ, როგორც სირთულეები, რომელიც ვერ გადალახა. შენს გამო ძალიან ცუდად არის ეს ადამიანი, მაგრამ ეს ცუდად ყოფნაც იმაში გამოიხატება, რომ მუდმივად შენთან ყოფნის სურვილით და წყურვილით აღტკინებული, ვერ პოულობს თავის თავს ამ შეგრძნებებში და ვერ პოულობს კითხვებს ამ შეგრძნებებში. ძალიან უნდა რომ იყოს შენთან, მაგრამ არ გამოსცემს ამის საკმარისი ენერგია და რესურსი არ აქვს. ძალიან უნდა რომ იყოს სტაბილურობაში, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს. ძალიან უნდა რომ გქონდეთ ოჯახი, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს. მაგრამ ეს რესურსი არ გამოიხატება მარტო იმაში, რომ მას უნდა და აქ არის ძალიან დიდი პრობლემა. და ეს პრობლემა რაში მდგომარეობს, იცი რომ მისი მხრიდან ძალიან ბევრი სირთულეა. მას ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. ბავშვობაში არ ასწავლეს მოქცევის წესები და ახლა მოქცევის წესებზე, რომელიც დათრგუნულად არის მასში, ფიქრობს. მას ძალიან მძლავრად აქვს მიტოვების შიში. მას ძალიან მძლავრად აქვს ტკივილი იმის თუ შეიძლება ერთ დღესაც შენს გარეშე დარჩეს. მაგრამ სიყვარულით უყვარხარ და ეს სიყვარული ყველაფერს გადაარჩეს. და მისი ფიქრები უთქვენ არის ის, რომ ძალიან ცუდადაა თქვენს გარეშე და უბრალოდ მეტი აღარ შეუძლია. ემოციური დისბალანსია, მოცემულობის დანაკარგში, სტაბილურობის შეგრძნების და დისჰარმონიაში, შეგრძნებებით ტკივა, რომ ვეღარ მოდის შენთან, ვერ გელაპარაკება და ამ ყველაფერს საკუთარ თავს ანჯავს ამის გამო. და მისი მთავარი ფიქრი უშენოდ არის ის, რომ რატომ მაინც და მაინც მე. და ხშირად ფიქრობს, რომ აი მე რო დამემართა ეს ყველაფერი და მომიწია მის გარეშე ცხოვრება, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი ჩემთვისა. და მისთვის შენთან ერთად ცხოვრება არის ძალიან დიდი გარანტი, რომ იყოს ძალიან ბედნიერი. და როდესაც ეს ბედნიერება აღარ არის მის დღის წესრიგში, ეს ყველაფერი უკვალოდ ქრება, ტკივილით, დარდით და მასში იბუდებს და ყველაფერს მერე ვეღარ ასწორებს და მერე ყველაფერს ვეღარ უხსნის რაღაცა ენერგიას. ხო, ძალიან ტკივა და ძალიან ცუდა და უშენოდ. პირდაპირ გითხრა მკვდარია, ცოცხალ მკვდარი და არის უბედურებაში, რომელსაც უბრალოდ თავის მოცემულობა იცის და ამ მოცემულობაში თავი დაკარგა რა. ფასდაკლება მაქვს სრულ დიაგნოსტიკაზე 50%-იანი სააღდგომოდ. 9-დან 12 აპრილის ჩათვლით შეგიძლია რომ წინასწარ ჩაეწერა. თუ დაინტერესებული ხარ ჩემთან კონსულტაციის და ფასდაკლებით. მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა ნდობისთვის. და ხო, ფინანსებზე რომ მეკითხებით ხოლმე, ფინანსებზე ჩავწერე ვიდეო, ძალიან საინტერესო, რომელსაც ვყიდი 5 ლარად. 5 ლარი მიზერულად, იმიტომ რომ ენერგია დამიბრუნდეს, რასაც გავცემ დაფარული ინფორმაციის ნიადაგზე. მადლობა.